კონკურენციის სამართლებრივში უნდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზანუარეთის მხრივ რომ უწყლად ვისაუბროთ ამ ეს მხრივად მოხარებოდა მთლიანად კონკურენციის სამართლებრივი პასუხებს ასევე კონკრეტესი შემსავალ რომ ეს მნიშვნელოვანი არის რომ საინტერესოა დაწესებულის შეიძლება მეტი ძალიან სასიხარულო ამბავია ჯანდაცვის სექტორისთვის საზოგადოდ რომ გვაქვს შესაძლებლობა ფოკუსირებულად ყურადღების განსაკუთრებულად გამახვილებით განვიხილოთ ის საჭიროებო საკითხები, რომელიც ჯანდაცვის სექტორისთვის არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად აქვს გამოწვევები მაგალითად კონკურენციის მიმართულებით და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია და ეს უკვე ყველაზე მეტად სამინისტროს გადმოსახედიდან რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები დღევანდელი პანელური განხილვაც და იმავდროულად შემდგომში გაგრძელებული მსჯელობაც დისკუსიაც ამ თემების ირგვლივ იქნება ძალიან სასარგებლო მთლიანად ჯანდაცვის სექტორისთვის, პაციენტის ინტერესებისთვის. ჩვენი ქვეყანა მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, პარლამენტის ჯანმრთელობის კომიტეტი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონკურენტიან უნარიანობას, რათა სამედიცინო დაწესებულებებში იყოს დაცული როგორც სამედიცინო პერსონალი, ასევე თითოეული პაციენტის უფლებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას როგორც ჯანმრთელობის სფეროში, ასევე ვიტყოდი რომ ფარმაცევტულ სფეროში. ბოლო წლებში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო ბაზარზე ჯანსაღი და უფრო აქტიური კონკურენციის განვითარების მიმართულებით. საუბარია მონიტორინგზე, რომელიც ფარგლებში 13 რეკომენდაცია იქნა გაცემული და საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აღნიშნული საკითხები იქნა იმპლემენტირებული, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პაციენტების წვდომა მედიკამენტებზე, სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე და ეს რეფორმები მიმდინარეობს ასევე უწყვეტ რეჟიმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჰქონდა ერთი გადაწყვეტილება, რომელიც კონკრეტულ кейსებს უკავშირდებოდა, რომლის ფარგლებშიც იქნა სხვადასხვა შეთანხმებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული და მიმდინარე საკითხი ეს არის სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და მისი მიზანია ამ სფეროში გაზრდილი ფასების შესახებ სრული სურათი იქნას წარმოჩენილი. პაციენტის უფლებები ძალიან მკაფიოდ არის ჩვენ სექტორში გაწერილი, საკმაოდ ისეთი მკაცრი მოთხოვნებია და ძალიან რეგულირებადია, ესე ვიტყოთ, ზოგადად როგორც დარგი. შესაბამისად, ალბათ ამ მიმართულებით, რაც პაციენტის უფლებებს შეეხება, მაქსიმალურად ცდილობს ყოველ შემთხვევაში სექტორი, რომ იყოს შესაბამისობაში. საკმაოდ მაღალი კონკურენცია ჩვენ სექტორში, იმიტომ რომ რეალურად დიდი პროცენტი კერძო სექტორია. სახელმწიფო დაფინანსება მიყვება პაციენტს და არა კლინიკას. შესაბამისად, კონკურენცია ქმნის იმ შესაძლებლობას თითოეული კლინიკისთვის, რომ მეტი პაციენტი მოიზიდოს. ამიტომ საკმაოდ ისეთი კონკურენტული გარემოა სექტორში.